ვიმყოფებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ეს არის ჭყიფხის სამების ვულკანური ეროზიული მოწმე. ეს არის ობიექტი, რომელიც თბილისთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მასთან მისვლა შესაძლებელია თბილისის თეთრიწყაროს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალით და თეთრიწყაროს სანამ მიუახლოვდებით ქალაქ თეთრიწყაროს ამ შემთხვევაში გზის პირას არის ეს ბორცვი და ამ ბორცვის თხემზე მდებარეობს სამების ტაძარი და დოლერიტული ლავებისგან შემდგარი უზარმაზარი ლოდებისგან აგებული ციკლოპური ნაგებობა, რომელსაც გალავნის ფორმა აქვს თავად ტაძრის გარშემო. რატომ არის საინტერესო ჭყიფხის სამება? რით დაიმსახურა მან, რომ თავის დროზე შეეტანათ წითელ წიგნში ეს ობიექტი? წითელი წიგნის მიხედვით სამება ანუ გვირთნაკვეთი კონუსისებური ბორცვია, რომლის თხემზე დგას სამების საყდარი. ადგილი ძირითადად აგებულია ცარცისა და პალეოგენის წყებებით, მაგრამ ბორცვის თხემზე ყურადღებას იპყრობს დოლერიტული ლავის უზარმაზარი ვერტიკალურად დაყენებული ლოდები, რომელთაც აღნიშნული ეკლესია შემოსაზღვრულია ორი მხრიდან. ეს ქვები, რითაც არის აგებული ციკლოპური ნაგებობა, არ განსხვავდება სამხრეთ საქართველოს ვულკანური პლატოს აღგებელი დოლერიტული ლავებისგან. და მაინც საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა სამების ბორცვის თხემზე დოლერიტული ლავების ეს უზარმაზარი ლოდები, მაშინ, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის ქვები არსად არ მოიპოვება, მეცნიერთა შორის აღნიშნული საკითხი ასთა სხვადასხვაობას იწვევს. სავარაუდოდ ჯავახეთიდან წამოსულმა ვულკანურმა ლავამ ჩამოაღწია ქვემო ქართლის ტერიტორიამდე, დაფარა ეს არეალი და შემდეგ უკვე კონკრეტულად ეს ტერიტორია და აქ არსებული ეს ვულკანური ლავის ფრაგმენტი ეროზიის შედეგად მოწყდა საერთო სხეულს და შემდეგ უკვე აღზევდა კიდეც. შესაბამისად ესე აღმოჩნდა დოლერიტული ლავების ეს უზარმაზარი ლოდები ბორცვის თხემზე. შემდგომ კი აქ ცხოვრებმა ადამიანებმა 1000 წლეულების უკან ეს ქვები გალავნის ფორმით დაალაგეს ბორცვის თხემზე და უკვე შუა საუკუნეების პერიოდში აგებული იქნა სამების ტაძარიც. ჭყიფხის სამება თავის მდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო ადგილია ტურისტული თვალსაზრისით. ამ ობიექტთან ერთად შეგიძლიათ მოინახულოთ სამშვილდის კანიონი, ბირთვისის კლდეები, აქვე არის ალგეთის წყალსაცავი და სხვა მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდოთ მომდევნო ვიდეოს მომდევნო ღირსშესანიშნაობის შესახებ.